გამარჯობათ მეგობრებო, შემოწერება კარგი ხარ. გამარჯობათ. ბატონო დავით, ახალი წელი დავიყენოთ. ახალი წლის დღეა და მომზადოთ. დღე რა ამაღამ, ხო და? რავი, სახში კი შემოგეჭერით ცოტა ესე, მაგრამ ბატონო დავით, ახალი წლის წინ დღის რას აკეთებს ხალხი, იცი? ემზადება. ემზადები, ჩვენს ხონდა მომემზადოთ. კი. ხო და ძირითადად რითი ემზადებიან, იცი? ვერ გავიგე? რითი ემზადებიან მეთქი? სუფრაშლია. კუნელს აკრიფავენ, კუნელს. და აკეთებენ კუნელის. ქართული ტრადიცია, კუნელის დაკრიფა. თუ ტყეში ხარ, რატომაც არა. თუ ტყეში. შავი კუნელი მაგარია. ვიცი. ხო და ცხვარია ნამყოფი. დარტყმული ამ დალოცვილს. ცხვარია ნამყოფი. საქართველოს მაგარია რა ყველგან. გაიგე? ბევრი არ გვინდა, ჰა? ცხვარია ნამყოფი თქო. ცხვარია ნამყოფი, რაზე მიხვდი? ეგ ცხვარია ბიჭო, ცხენია. ცხენია. ცხენის ფუნა. შენ ერთხელ სულ მეზარება რომ გაგარკვიო ხოლმე ამ იმეებში რა. რა თვითონ? რა გინდა და ამა? ხო უნდა ნახო ცხენმა გაიარა თუ ცხვარმა გაიარა. რა მნიშვნელობა რა თვითონ გაიარას ხო? ჰა? რაც არა, შენგან მე არ მოველოდი ეგ თუ პასუხისგებლო მოგცემს. როდ გეხარ და მიყურებ? რატო შენ არ აკრიფო? ჰა? ხო არ შეგცივდა? არა. ავიდეთ ქოხში დავანთოთ ცეცხლი და ვა თოში დავსრიალთ. დავანთოთ ცეცხლი. ისა რა ქვია, ოაქეთ ნახე რა მაგრასხი. ღუმელი. ო. ეხლა რა არის? კერკი რომ მოკრიფოთ, კერკია თუ რა ქვია ეს კუნელი. არ დალპება რა სადმე გაშალეთ. ხო და გაკერკდება რა. კი, ანუ მე ის კერკი, ანუ წვენს არამის, აი როგორც სხვა ეგრე გახდება. მაგრამ მე რომ მოხარშავთ, ხო? ერთი კითხვა, მე საწავიღო კუნელი. კუნელი ჯიბის ჩაიყარე, ან მოდი მე ჩამიყარე. აი მოდი. ჯერ რა. წვათ შეგიწვავ. შემი. ქათამს შეგიწვავ. შემი. ხო და დავსხლეთ და ქოხში დავანთოთ ცეცხლი. მანქანა ვერავიდა. სამწუხაროდ. ხო და ფეხით მოგვიწია ასვლა. აი წაერთი ესეც. მაკეთ რამდენიას? სულ შეჭმას არ აღის, გაიგე? ამას მე მოდიან ხოლმე და ჩიტები ჭამენ. აჰა. ზამთარში, აი აქეთა ჯიბეს ჩამიყარე. ზამთარში მეტი საჭმელი კი არ აქვს. ხო და ყინო დარტყმული რო არის ისეთი ის არის თან შავი ჯობია. აი ვერ წდები. შავი კუნელი ჯობია წითელს. ცოტა მომჟაუა და უფრო გემრიელია. წამოვაბიგი ხარის გადავიხეთ ბატონ დავით. ვეყოფ. გავიკაცრე. ისინი ბიგიტას დაბდა. წავიდეთ ესე გაუყვეთ. გამეთ. ვაჩი. ია მაგას არ მგზებოდა არაფერი. მე არ მინდა. ჰა? არ მინდა. და ერთი კითხვა, ნაძვს რატო არ ათოვს ხოლმე? ნაძვს? როგორ არ ათოვს? აი თეთრი ნაძვი არ მინახავს, თოვლი თეთრი. არა უშავს. დიდი თოვლი რომ მოვა. აი ეს ანახი სად მოვედით? ახლო აღარ მიხვდი. არა. საზარელი ჩასავალი. ხა? საზარელი. რეალ უყლდე ყოფილა, ხო? ეკლესიას ალამაზად ჩანსი. დალოცვილია. აი. მოდი ახლა ესე წავიდეთ. იქითაც რა ლამაზად. წამო დაცვა. ახლო არ მიხვიდე გადასავარდნი. არა, დიდი ჩასავარდნია როგორც ჩანს. გვაღამდება. ცეცხლის დანთება უნდა მოხდეს 12 საათამდე ჯერ კიდე ბევრი დობა. ამიტომ საჭმლის გაკეთებას და რაღაცას მოვასწრებთ. იმედია. ჰა? იმედია. მაშ იმედია. შევხვდეთ. ახალ წელს ღირსეულად. აქ კიდე კურდღელია ნამყოფი. კურდღელია ნამყოფი. კურდღლის ნაყვალები? კურდღელია ნამყოფი. პატარა ცუცლი რო ეგ არის ცხვრისა. და კურდღლის. ჰა? კურდღლის რომელიღაა?
წამო, ბევრი გოქიდე საუბარი, წამო. წამო. კი არ მეზარება. აი, ნაკვალევის დავტოვეთ, ხედავ. ეს შველის ნაკვალევი არ არის, ბატონო. არა, რაღაცნაირი. ერთ რამეს გეტყვი რა, ძაღლმა რო გაიაროს, თქვათ, ან მგელმა, კიდაც ადამიანმა თოლში. მე რაღაც დროის განმავლობაში მოდნება ხოლმე რა და ფართოვდება. სხვა ფორმის ხდება? ხო, ფორმას კარგავს რა. გორმულსა ტოვებს და ისეთი შეგრძნება აქვს, რომ ძალიან დიდმა რაღაცამ გაიარა. ხო. მე გოჭი მეგონა. გოჭი მეგონა. წამო, მაგარი ახალი წელი უნდა დავიყევოთ ახლა მეტაშა. წამო. წამო. მარ სილამაზეა. ხილათ იყავი თვალში არ გამოგედოს ეკლიანისი. არა. ვეცდები. ინჟინერი უკანონო. არ შეიძლება. აი უყურე წირო მიდიხარ ხო? ტანკივით. უკან ხონდა მოიხედო იქნებ ვიღაცა მოიძა თვალში. ტყეში თოვლი არ არის, ხედავ? არა. შიგრით. მიდი წინიერ. მიდი. ვარ. თვალში არ გაგერჭოს რამე უყურე წინ. მე არა. აჰა, ჩვენ ხოხამდეც მოვედით. კაი ვქენთ არა ხოხიროვაში. ძალიან. კი. აჰა. მშვიდობით ამოვედით. მართალი ამდენი რამის ზურგითრება მოგვიწია, მაგრამ როგორ თოვს? კარგადადო. თოვლი დაუდი, აბა გახედე, ჩანჩქერი გაყინულია, არა. არის. ცოტა არის იქით. მარცხენა. ჩანჩქერი? ოდნავ წინაზე რომ ამოვედით იყო. კაი, ეხლა ღუმელი დავმართოთ და დავიყევთ ახალი წელი. კი ბატონო. ეს გამომართვი. ორი ხელით გამომართვი მძიმი. აი. შეო. გაყედა. გამზადა ბატონო დავით, გამზადა. შენ წინი არე, ცუგებო თქვენ გაჭმევთ. ოღონ მწვაც არა, საჭმელი წამოვიდეთ. თოვლი დაიბერტყე ფეხებიდან რა. ბრძანდით. მიდი. აუ, ოქრა თბილა ე. კი, ეთანხმდი. მოდი ესე იყოს აგებული. ესე. წვადი შევწვით. ეს საქმე მზად არის. მაიცა. იცი რა ქედი ბატონო დავით, ხარს მომაწოდე ხაჭაპური. ხაჭაპური. იცი იქიდან ხაჭაპური ახლა ნაღდი ახალ გამომწვია. წამოვიდა. იცი ბატონო დავით. ხაჭაპური გავაცხელოთ ჩვენ. ამაზე რომ დავდო თვითონ რა იქნება, არც არაფერი. ყუნელი მოიტა. თებშიანად თუ? თებშიანად მომეცი. არემ ყუნელის შეხო ჩაყარიშკა. შეხო ღვინოს არ დალებდა. არა. ყუნელის ჩაის მაინც დაგავდა. ასა კი არ მიწყობს ხელს. არა, საერთოდ არასრულწლოვანოა. შეგიძლია პურით ჩააწვი. ეგ გემოს ამბავშია ბატონო დავით. ახალ წლამდე დარჩა ძალიან ცოტა დრო. და ერთი კითხვა მაქვს, რა ქვია მაგას? რას? წითელ ღვინოში რო პურს ჩააწვო და როღაურენ. წითელ ხო მაგას ქვია ბოღლიც. ხო, ბოღლიც. აი საათიც მოიხსენი. ეხლა ხაჭაპური გაცხელდება, ეს გაცხელდება, ღვინო გავხსნათ. მოვემზადოთ. ჩემ ბავშვობაში ის იყო ეს არა ჭამოშვილო ახალი წლისთვის ვინახავს და რამე. რა იყო? ღვინო გავხსნა. გახსენ? მაგრამ აი ესე უნდა გავხსნა. ეს სანთელი დავანთო? ეს გავიხატ უკაც, სანთელი მინიტარისტული შანდალია მოწ. ხამი, არაბული.
დიდი ხანია. ეს დაუნთოთ ომში წასული ბიჭები ვინც დაიღუნენ. რაც კი საქართველოს ომები ქონია. ძალიან ბევრი. ხო და ძალიან ბევრი და ძალიან ბევრი ხალხიც წავიდა ჩვენი წინამძღოლები. ვერთო სული ნაცელში აღვ. ვინც წლევანდელ წელს ვერ გაიხსნა. ეს კამიკაცია და. ეს მოიხსენი რაღაცა მოიცა. თბილა უკვე ხო ხედავ ხოში. ეგეც გაიხადეთ უგინდა ეს რაღაც. იყოს. აი. მოიცა. ეს გაცხელდა. ეს მოდი პიტაპირ მაგიდაზე დავტუწდა. მომეცი ესა. ხაჭაპურიც დავიჭერი. ბატონო დავით. ის დაჭიქი. ბატონო ვანო გითხარი რომ შესრულება ზუსტად 12 საათი. დავასხა. ეგ არაფერია. ბატონო ვანო საათი ეგრე გიჭიროს რომ ხედავდე ზუსტად. აჰა. კოდი და კი. ხაზიც. სამაკბილები თორე. გინდა ესე წავაზოდე ესე მოგცე. შენს რა შუა ჩააფრინდი ბიჭო. ჭლა იყო და? წვადი ძალიან მაგარი გამოვიდა. აი. 4 3 2 1 ვაშა ახალი წელია. გილოცავ. გილოცავ 2025 წელს. აი არა უშავი. სულ ყველას გილოცავთ, მოდი ამ ხუთს დავიხურებ, ისევ დავჯდები და ისევ ვიტყვი. რთული წელი გამოვიარეთ. ძალიან. თელმა ქვეყანამ გამოვიარა რთული წელი და მე მგონია არანაკლებ რთული წელი მოდის, მაგრამ ქართველები იმხელა საღი გონება გვექნება, რომ ალბათ კი არა და 1,000,000%-იანი გამოძრები. დროის ამბავია რა. შეიძლება პური მომენტი ხო? აჰა, სუმთლიანად. მადლობა. დინებე. სულ ყველას გაგიმონო, სულ ყველას გილოცავთ ახალწელს. აი, დამდეგ ახალწელს. სითბო ქონოდეთ. თავი სიყვარული ქონდეს ერთმანეთის რა. ნუ დავიყოფით ამეებად, ქაჩლებად, ღიპიანებად, კოჭლებად, სუქნებად, მაღლებად, დაბლებად. რა ვიცი, ყველა ომი და უბედურობა ბოლოს ზავით მთავრდება, ხო და. დავზავებული ყავთ ერთმანეთში, ჩვენ თავში დალაგებული ყოს ყველაფერი. და ახალწელს ავიღმერთ მაქნას, რომ საქართველოში სიყვარულს გაემარჯოს. ამინ. გონებაზე მოსულიყავით სულ ყველა. არ მინდა ახლა მაგა ვინ არის მტყუარი, ვინ არის მართალი. სულ ყველანი მოსულიყავით გონებაზე და დავლაგებულიყავით და ნორმალური ქვეყანა გამختارიყავით რა. ჯანმრთელობას გისურვებს, ბედნიერებას. ბარკალი თვალი გიჩვენია რა. კარგად იყავით, გენოცვალე რავი, სახში შემოგეჭერით. მაყურებლებო. ო, მაყურებლებზე მიმართავ, სახში შემოგეჭერით ამ ახალწელს და რა ვიცი, თქვენთან ერთად ტყემალი რომ მიდევს აქ დიდი სამყარო. თქვენთან ერთად ჩათვალეთ რომ რა ვიცი, ერთ ჩიქას მეც დავლებ რა. სულ ყველას მადლობას მოვახსენებ წინაწელს, ვინც ხარს გვიჭერდა რა. სპონსორობით, მეგობრობით, უბრალოდ ქუჩაში დანახვით და გაღიმებით, ეგეც ხო ძალიან მაგარია. გინდა გითხრა ყველაზე მაგარი არის. აი ყველაზე მაგარი ეგ არის. ვებქრზე იმაში. შოთამ რა თქვა? ჯობსახელისა მოხვიჭო, ყურისა მოსახვიჭილსა, ხო ეგრე. აი ხოხი ცხოვრებაშინით მაგის, დავატირე მაგის. ყველა დიდ მადლობას მოგახსენებ ჯანმრთელობას, ოჯახში ხავს, ბარახას და რა ვიცი, სულ ყველაფერი კარს გისურვებთ. ამითი შენ ხوار გაუტიე? არა, არა. არ შემჭამ. დაგლოცავთ. და ჩვენ აი ახალ წელს ამ ხოხსაც გავმარჯვოთ ჩვენ ოჯახს. ამინ. ეს მარტო ჩვენი არის, არის თქვენი სულ ყველასინა. კარგვინო. აუ ეს ასეთის გვინოა შაშანციკელი. ამით გამოგემშვიდობებით 2025 წელში კიდე შევხვდებით ერთმანეთს და რა ვიცი
მე მაინც იმედი მაქვს, რომ საქართველოში ყველაფერი იქნება კარგად რა. კარგად ვზრდებოდეთ? შემდეგ ვიდეოებით.